ჯერჯერობით უცნობია გერმანიის მიერ სანქცირებული პირების ვინაობა, რა განცხადებასაც ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 დეკემბერს, ვიცით მხოლოდ ის, რომ სანქცირებულები არიან 9 ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში და ამ დიპლომატიური ტექსტიდან იკითხება ის, რომ სავარაუდოდ ეს პირები არიან უშუალოდ ძალოვანები, ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე რამდენიმე დღის განმავლობაში პროდასავლურ აქციებზე და სავარაუდოდ გაზიარებული არის გერმანიის მიერ იმ ადამიანების სია, ვისაც უკვე დაუწესა სანქციები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, თუმცა ბალტიისპირეთის შემთხვევაში ბევრად უფრო დიდია სია და ამ შემთხვევაში საუბარია 9 ადამიანზე და სავარაუდოდ ჩვენ მომდევნო დღეებში უკვე უფრო დეტალურად გავიგებთ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინაიდან ამერიკისგან განსხვავებით გერმანიას კანონმდებლობა არ ზღუდავს იმაში, რომ გასაჯაროვდეს ამ ადამიანების ვინაობა. პარალელურად გავრცელდა ასევე ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების განცხადება. გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ქართულ ოცნებას დებენ თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას აკისრებენ იმ პროცესების გამო, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების გამო და ძალიან საინტერესო ერთი გზავნილი არის ამ განცხადებაში, რომ ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ასევე ამ განცხადებაში არის მითითება იმაზე, რომ ეუთოოდირის რეკომენდაციები უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები ჩატარდება. ამ ყველა განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართულ ოცნებას პოლიტიკურ სიბეცეში სდებს ბრალს. ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ოლიგარქის პარტიამ ვერაფერი ვერ გათვალა, ვერც ამერიკის სანქციები ვერ გათვალა, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება გათვალა. მოკლედ, საგარეო მიმართულებით სრული კრახი განიცადა ქართულმა ოცნებამ და რაც მთავარია, ვერ გათვალა ქართველი ხალხის სიმტკიცე, ის რომ უკვე ქართველი ხალხი 36 დღეა ქუჩაში დგას. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა განცხადებები კეთდება როგორც პარტნიორების მხრიდან, ასევე როგორ პასუხობს მათ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრების სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა. არაერთხელ მოუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციის ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით. ქართული ოცნების მიერ რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ევროპულ და ეროვნულ დონეებზე ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება და საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ჩვენი დახმარებისა და მათთან თანამშრომლობის შემცირება მოყვა. შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დაასრულოს უვიზო მგზავრობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე. საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოოდირის საბოროტ დასკვნა ადასტურებს ჩვენ შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე. ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო მოამოძიების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებთ ყველა რელევანტურ დაინტერესებულ პირთან ეროვნული დიალოგი აწარმოოს, რათა ახლანდელი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს და საჯარო ნდობა აღადგინოს. ეუთოოდირის რეკომენდაციებისა და სტანდარტების შემოღებისკენ მოწოდება, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც ქართული საზოგადოების ნაწილიდან მოდის, ხელისუფლების მხრიდან პასუხს იმსახურებს, რაც გამოიხატება პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელ დიალოგში. ხელახლა ვიმეორებ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ქართული ხალხის დემოკრატიული და ევროპულ მისწრაფებებს მხარი დაუჭიროთ. ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო. ესეც ვერ გათვალეთ. ვერ გათვალეთ ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები. ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინრობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება. დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიხლებიან.
გერმანია არის ვაიმარის სამკუთხედის პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ ამ სანქციებს შეუერთდებიან როგორც საფრანგეთი, ასევე პოლონეთი. რას ნიშნავს გერმანიის ეს სანქციები? მე ვეცდები გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. ხედავ თორნიკე გორდაძეს. მოგესალმებით, ბატონ თორნიკე, პირდაპირ ეთერში ვართ. მოკლედ, რას ნიშნავს გერმანიის სანქციები? ჩვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოფიციალური ბერლინის მიერ მიღებული. გაქვთ თუ არა თქვენც მოლოდინი, რომ ამ სანქციებს გაიზიარებს მათ შორის ვაიმარის სამკუთხედის დანარჩენი ორი ქვეყანა, საფრანგეთი და პოლონეთი და შესაძლოა თუ არა რომ შეჩერდეს ამაზე ან გაგრძელდეს თუნდაც სანქციები? არა, დაისაუცებად გაგრძელდება. ევროპის ქვეყნები ნელა, მაგრამ ბეჯითაც მიდიან მიმართულებით, რომ სანქციები გაძლიერდეს. არანაირი ნიშანწყალი იმისა არ ჩანს, რომ ეს de facto ხელისუფლება მათ ცნონ, ან რაღაცნაირი ლეგიტიმაცია მისცენ. თუმცა ისინი ცდილობენ იფიქრონ რაღაც ტერმინებზე, რომელიც გამოყენებული იქნება de facto ხელისუფლება თუ ასე. მაგრამ ჯერჯერობით მათ მიმართავენ როგორც ქართული ოცნება, დიახ. რაც შეეხება სანქციებს, ეხლა რახან ბოლო ევროკავშირის ბოლო საგარეო საბჭოზე ვერ მოხერხდა შეთანხმება, ერთიანი შეთანხმება სანქციებზე. უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო, ამიტომ ძალიან ლოგიკურად ამას მოყვა სხვა ქვეყნების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, როგორც ვთქვით, ევროკავშირში. გერმანია არ გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით აქამდე არ იყო ისეთი ხისტი კურსის მომხრე, როგორც იყო თქვა ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. ეხლა გერმანიის მხრიდან ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მათ აუცილებლად მიყვებათ საფრანგეთი და პოლონეთი. პოლონეთი ამ წლის უკვე 1 იანვრიდან არის თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირის და ჩვენ აუცილებლად ნახავთ განსხვავებას, რაც იყო წინა 6 თვის განმავლობაში უნგრეთის მხრიდან. მე არ გამოვრიცხავ, რომ უნგრეთსაც გაძლიერდება წნეხი შემდეგ კვირებში. დაფინანსება შეწყდა. როგორ? დაფინანსება შეწყდა უნგრეთის. შეწყდა და ამავე დროს წნეხი გაძლიერდა. ჩვენ ვიცით, რომ ვიქტორ ორბანი როგორც წესი, აი რუსეთის შემთხვევაშიც კი ის საბოლოოდ მიდის დათმობებს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული პარტნიორი, ყველანაირად ცდილობს მისი ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად საკუთარი თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც თქვათ უნგრეთი ისეთ რისკზე წავა, რომ ყველა დანარჩენ ევროკავშირის ქვეყანასთან მას საბოლოოდ გაუფუძნდეს ურთიერთობები. აგრეთვე დიდი მოლოდინია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც გააგრძელებს წნეხს, კერძოდ სანქციებს. ეს სანქციები დააკვირდებიან საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ეს სანქციები იმის მიხედვით გაძლიერდება თუ რამდენად ეს ხელისუფლება გადავა დათმობებზე. თავარი და რასაც ჩვენ ვხედავთ, სულ უფრო და უფრო ხშირად ჩვენი პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები უკვე ლაპარაკობენ ახალ არჩევნებზე, როგორც ამ სიტუაციიდან გამოსავალზე. ვაიმარის სამკუთხედის და აგრეთვე ჩვენ ნახეთ 7 ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ჩრდილოეთის სკანდინავიის ქვეყნების და ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი აგრეთვე ამბობენ, რომ არჩევნები არის გამოსავალი. ახალი არჩევნები ახალ პირობებში, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. გისმენთ თორნიკე გორდაძეს, რომელიც ფიქრობს ასევე, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და ჯერჯერობით ქართული ოცნებისთვის კარგი ამბები ნამდვილად არ გვაქვს, ვინაიდან პარტნიორები ძალიან კარგად იაზრებენ, არა მხოლოდ საფრთხის წინაშე დააყენა ქართულმა ოცნებამ საქართველო, ქართველი ხალხი და შესაბამისად ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მე ვხედავ საულმე სამადაშვილს, ასევე მასაც გავესაუბრები. ქალბატონ საულმე, ვაიმარის სამკუთხედის განცხადება რას უნდა ეუბნებოდეს პირველ რიგში ქართულ ოცნებას, როდესაც იქ არის მითითება ახალი არჩევნების ჩატარების განხილვაზე? თქვენ იცით, რომ დღეიდან პოლონეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირის და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაიმარის სამკუთხედი პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის თანამონაწილეობით ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეულწილად რაღაც ლიდერობას იღებს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკაზე და ცხადი არის, რომ მათი დღის წესრიგი არის საქართველოში დემოკრატიული პროცესის აღდგენა. იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ დღეს არის ფაქტიურად გაუქმებული საქართველოში დემოკრატიული პროცესი გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა მათ შორის ეუთოს
შეფასებით, რომელიც არის ძალიან კონსერვატორული, ხო, თავის მიდგომაში, ვერ შეფასდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, არც კი ასე ვთქვათ და უფრო სხვა შეფასებებით უფრო შორსაც წავიდნენ, მაგალითად რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ თქვა, რომ არაკონკურენტუნარიანი იყო ეს არჩევნები. ამიტომ ცხადია, რომ დღეს ამოცანა დასავლეთის არის, რომ სწრაფად აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი და კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო საქართველოს სანამ ეკონომიკური შედეგები მათ შორის იქნება უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის ერთადერთი გამოსავალი ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება უკვე შესაბამისი დამცავი მექანიზმებით, რომ შედგეს დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სხვა არანაირი გზა დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. უსმენთ საომე სამედაშვილს, მოკლედ, როგორც ჩანს ქართულ ოცნებაზე მომდევნო კვირებში კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება ეს წნეხი, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ხის გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორები იღებენ მათ შორის საახალწლო დღეებშიც და 31 დეკემბერს გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 9 პირის სანქციებაზე ამაზე მიუთითებს და ჩვენ ვესაუბრეთ ანალიტიკოსებს, ისინიც ფიქრობენ, რომ ჩვენი პარტნიორები არ გაჩერდებიან, ისინი დგებიან ქართული ხალხის გვერდით და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ სავიზო შეზღუდვებით ქართული ოცნების წინააღმდეგ, მათ შორის სავარაუდოდ ჩვენ მომავალში ვიხილავთ ფინანსურ სანქციებს ეროვნულ დონეზე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდანაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ არ იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ სამგზავრო სანქციებით. აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იქნება ალბათ უახლოეს მომავალში ასევე ფინანსური ხასიათის სანქციებიც, ანუ ამ ადამიანებს ექნებათ შეზღუდვები და ეტვალწეწმათ შეზღუდვები ფინანსური ტრანზაქციების, ფინანსური საქმის წარმოების განხორციელების თვალსაზრისითაც და ეს პროცესი გაგრძელდება. ვაიმარის სამკუთხედმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ისინი იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, ვთქვათ, კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირის ფარგლებში 27 ქვეყნის თანხმობა. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გადაწყვიტეს, მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონალური ფორმატების ფარგლებით ხელმძღვანელონ, ანუ ვაიმარის სამკუთხედი იყო პირველი. ჩვენ ასევე ჰქონდა ძალიან მკაფიო განცხადება ელექტრონული ნორდიკულ-ბალტიული რვიანიდან, ანუ ეს არის ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების ხარდამჭერი განცხადებები, რომ ისინი თავიანთ ფარგლებში განიხილავენ სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ანუ ეს პროცესი გაგრძელდება. იანვრის ბოლოს ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან იქნება დამატებითი სანქციები. ქვეყანა რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ანუ თავისი ეკონომიკური და სოციალური ეფექტებისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაენიშნოს დამოუკიდებელი და მეუკერძოებელი არჩევნები. ამაზე მიდის აქტიურად საუბარი წამყვან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე თვითონ ევროკავშირშიც და არის საუბარი, რომ ვინ შეიძლება ეგრეთ წოდებული ამ მედიატორის როლი იტვირთოს, ვისაც ეკნება ეს მაღალი ნდობა და შეიძლება რომ ამ მოლაპარაკების მაგიდაზე აი ამ პირობით რომ დასახელდეს კონკრეტული ვადა ახალი არჩევნებისთვის და შემდეგ უკვე ეს ტექნიკური საკითხების შეთანხმება მოხდეს. ნიშნულოვანია ისიც, რომ უნგრეთისგან ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა 1 იანვრიდან უკვე ოფიციალურად გადაიბარა პოლონეთმა, რაც ცვლის ევროკავშირის პოლიტიკას, მაგალითად ვიცით, რომ ოფიციალური ვარშავის მთავარი პრინციპი ამ 6 თვის განმავლობაში იქნება უსაფრთხოება ევროპა, ანუ ევროკავშირი კიდევ უფრო მეც იმუშავებს უსაფრთხოების ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ხისტი გადაწყვეტილებების მისაღებად პოლონეთის თავმჯდომარეობა სწორედ ამით იქნება გამორჩეული იქნება იმითაც სავარაუდოდ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ გაგრძელდება სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციება, მას შემდეგ რაც 27-ვე სახელმწიფო ვერ შეთანხმდა ამ პერსონალურ სანქციებზე, ვინაიდან ფიცოს სლოვაკეთი და ვიქტორ ორბანის უნგრეთი ბლოკავენ ერთიან გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ დონეზე დააწესონ ეს სანქციები და ეს სანქციების მხოლოდ დასაწყისია, რაც ჩვენ ვნახეთ გერმანიის მხრიდან.